მოგესალმებით, ჩემი ძრუფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რატომ დუმს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მოდი, ნახოთ, წარმოთქვით მისი სახელი და გვარი და ვნახოთ, რა ენერგიებშია, რატომ დუმს და საერთოდ რა სიტყვას თქვენგან. რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის და მას დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა ენერგიებშია და რატომ დუმს. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ნახეთ ორ სიტუაციაზე მებრძოლი ადამიანი. შესაძლებელია ორ სკამზე მოკალათებას ცდილობდეს, ან ორ ურთიერთობაში გარკვევას სჭირდება და აქედან გამომდინარე როლების გადათამაშების პროცესია. ძალიან უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, ძალიან მიწირია, შესაძლებელია მიწის წარმომადგენელი ნიშნებიც იყოს. ნახეთ, მისთვის მატერიალური თვალსაზრისით მატერიალი დღევანდელ ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოსახედიდან. ეხლა ფინანსური საკითხების მოგვარებას, უფრო წინ წასვლას მატერიალური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აი ამებს განსაზღვრავს, ეს არის მისთვის პრიორიტეტი დღევანდელი გადმოსახედიდან ჩამოძრიფესება, არ გამოვრიცხავ უახლოეს პერსპექტივაში 3 პერიოდი, 3 კვირა, 3 რიცხვიც იყოს. უახლოეს პერსპექტივაში სადღაცას გამგზავრებაც განიხილოს, იმიტომ რომ აქ საზღვრების კვეთაც ჩანს, თუ არის აქტუალური, გეტყვით იმას, რომ აქ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და დოკუმენტების მოლოდინშია, რაც მოუტანს ფინანსურ რესურსებს, რასაკვირველია და საქმის ძალიან წინ წაწევას. ეს მოუტანს როგორც სიხარულის ენერგიას, პარალელურად მოუტანს სოლიდურ თანხებსაც. ამიტომ ეს მატერიალური საკითხები დღესდღეობით ამ გადმოსახედიდან, ამ წუთის გადმოსახედიდან მისთვის პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული და ურთიერთობები. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფაქტს, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას ცდილობ, შესაძლებელია ორ სკამზე მოკალათებას, ან ორ ურთიერთობაში დამკვიდრებას, მაგრამ ჯერჯერობით არჩევანი საბოლოოდ მაინც არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ძალიან კომფორტშია ამ ორ ურთიერთობებშიც თუნდაც. კარგი, მოდი ნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. რატომ დუმს? თავარი კითხვა. რატომ დუმს? რატომ არ მოქმედებს? ნახოთ. შეზღუდვები აქვს. ძალიან დიდი შეზღუდვებია მის ირგვლივ. შესაძლებელია მისი შეზღუდვა იყოს მისი ჭერის სტაბილურობა, თუ ის ქორწინებაშია ერთგვარად ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ეს. იმასაც გეტყვით, რომ არ გამოვრიცხავ ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებები ხდებოდეს იმ ჭერიდან, ოჯახიდან, სადაც იმყოფება ეს ვაჟბატონი. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, შეიძლება იყოს დედა და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს თავის ემოციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ სიყვარული აქვს გულსველი თქვენს მიმართ, ნამდვილად არის ემოცია თქვენს მიმართ, მაგრამ აი იმდენად არის ახლა შეზღუდვებში, დაბრკოლებებში, წინააღმდეგობებში, როგორც მენტალურ დონეზე, სხვათა შორის ეს მენტალურ დაბრკოლებებსაც ნიშნავს, ანუ ქვეცნობიერის დაბინდვას, დაბრკოლებებს